დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ფილოლოგი, თესევის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ მოვახერხეთ როგორც იქნა დაემთხვა ჩვენი დროები ერთმანეთს და დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოგზანდით. რა თემაზე მინდა ბატონ ლევან ვისაუბროთ? მართალია მსოფლიოში მიდის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესები და რაღაც ახალი მსოფლიო წესრიგისკენ მიაბიჯებს, ასე ვთქვათ, კაცობრიობა და ჯერ კონტურები არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი, მაგრამ მე მინდა ვისაუბროთ დღეს იმ პრობლემაზე, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების უფრო მნიშვნელოვანი, ვინაიდან სოფლიო როგორ მოეწყობა, ამაში ჩვენ არავინ არ ჩაგვრევს. ბუნებრივია, ჩვენ უნდა მოვაწყოთ ჩვენი თვითონ სივრცე, ჩვენი საარსებო გარემო და აღმოჩნდა, რომ ჩვენ სივრცეში ძალიან დიდი პრობლემაა ჩემი აზრით, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანია აი ამ სოფლიო კაცობრიობის ბედზე, დარდისა და ჩივილზე მნიშვნელოვანი არის. კერძოდ აღმოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაცა ნაწილი უცებ აი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 34 წლის შემდეგ, თორემ ხშირად ვიმეორებ ამას, დაადგინა ამ ნაწილმა, რომ შინ მისი სახლი და ბუნებრივი გარემო ეს არის ევროპა. უცხო გარემო და ნეოტროცკისტული იდეები, რომელიც არის მათ შორის აი ცივილიზებულად წოდებულ სამყაროს ნაწილში, ანუ დასავლეთში მიღებული და გავრცელებული ყოველ შემთხვევაში ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, ასე იყო ძალიან ორგანული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის და რაღაც ერთგვარი მე დეჟავუ გამიჩნდა 100 წლის წინანდელი მოვლენებისამდე, როდესაც ბოლშევიზმმა ძალიან მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენ საზოგადოებაში, მე მას ვერაზროს ვერ ხსნიდი სხვათა შორის და საკმაოდ ბუბულო ბოლშევიკები იყვნენ საქართველოში და იქაც გლობალისტური იდეა იყო, არა ეს მაშინ თუ ახლა არის თქვა დემოკრატია და ევროპა და ადამიანის უფლებები, მაშინაც იგივე იყო სხვა კუთხით ეს პროლეტარიატი, რაღაც ფაბრიკა ქარხნები მუშებს და მიწაგლეხებს უნივერსალური ლოზუნგი სხვათა შორის ლენინის ჩემი აზრით და როგორ აღმოჩნდა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის პერიოდში მეტნაკლები დამოუკიდებლობის გასაგებია, მაგრამ აღზარდეთ თაობები და მათ შორის აღმოჩნდა, რომ არა ამ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის ნაწილისთვის უცხო არის ჩვენი ქართული გარემო და უფრო რაღაცა გლობალიზაციისკენ არის ლტოლვა და სადღაც მიდის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ამბობს, რომ მისი სახლი არის არა საქართველოში, არამედ სადღაც სხვაგან. ძალიან ბევრი რაღაცა თქვა. ბევრი რაღაც კი ბატონო შესაძლებელი. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებული ძალიან კომპლექსურ საკითხთან თუ იდენტობის საკითხთან, ეს რისკენ ხარ მისწრაფებული ადამიანი რა არის, ადამიანის არსი დანიშნულება ამ სამყაროში და ეს მომენტები არის განსახილველი და ღია ფორუმი უნდა იყოს ამაზე მსჯელობის და არის მომენტები, როცა რაღაც ერთი იდეოლოგია ჩააფრინდება ამ ადამიანობის განსაზღვრებას და სხვა ყველაფერს გამოაცხადებს მტრულად და ფაქტობრივად სივრცეს აღარ ტოვებს მსჯელობისთვის. ერთი რაღაც გამახსენდა, რომ აი მერაბ მამარდაშვილი ამოდა ეს რამეს. აი მარქსიო ძალიან ვაჟკაცი იყო, გაბედული იყო, ასე ვთქვათ, პოლიციაში არეშინოდა ხოლმე ლონდონში, რომ პოლიცია დაძდევდა ის უძლებდა ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი ტიპის ვაჟკაცობა კი არ ქონდა, იმიტომ რომ თავისივე ფუნდამენტურ იდეებს აღარ აყენებდა უკვე ეჭვის ქვეშ, აღარ განიხილავდაო მასო. აი მიიღო ერთი ხედვა და იმ ხედვას ბოლომდე მიყვებოდაო და აი ის რომ გადაეფასებინა რაღაცა კონტრარგუმენტები, სერიოზული მოესმინა და დაესვა საკუთარი თავისთვის და რაღაცნაირად აი საკუთარი ფუნდამენტური შეხედულებაც კი გამოეტანა ამ განჯის ფორუმზე, ეს ვერ შეძლო, ეს ვაჟკაცობა არ იყო. აი ეს ვაჟკაცობა ქონდა მაგალითად პლატონს. პლატონი არის შემქმნელი არა იდეების თეორიის თავარი, როცა ვიტყვით პლატონზე რა გააკეთა ფილოსოფიაში, ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რომ შექმნა სწავლება არამატერიალურ სრულყოფილ იდეებზე, რომელიც რომისგან მისწრაფებული უნდა იყოს ადამიანიც არა, სამართლიანობის იდეა და ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ მე აი ერთ-ერთ ბოლო დიალოგში ძალიან რთული დიალოგია პარმენიდე, იქ ამ თავის იდეების თეორიასაც კი უსვავს შეკითხვას და გამოაქვს, ასე ვთქვათ, კრიტიკის ცეცხლში ატარებს ამას და თან არც აქვს პასუხი ამ კრიტიკის ქარცეცხლისგან. აი მაგრამ მზად არის, მე მზად ვარ ვილაპარაკო ამაზე, ფაქტობრივად ამას გეუბნება რა. არისტოტელე მე ეს გამოიყენა პლატონის კრიტიკისთვის, მაგრამ თვითონ პლატონი ასეთი ღია იყო. აი ეს მომენტი არის აკლია იმ იდეოლოგიებს, როცა იდეოლოგიას ჩაიხუტებ და მე აღარ უსვამ ამ შეკითხვას და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ იდეოლოგიაში ხდება მე შენი საკუთარი, როგორ ვთქვა, ღირსების სტრუქტურის ფორმირება, რაღაცნაირად შენ ამას
მიყვები ბოლომდე, მე ამაში დიდი შრომა ჩადე და რაღაცა ცემენტდები ამ იდეაში და ისე რომ კარგავ საერთოდ გეშინია კიდეც კითხვა დაუსვა ამას, იმიტომ რომ მე რა ხდება შეიძლება ამაზე უნდა მომიწიოს აღიარება რომ თურმე დრო დამიკარგავს თურმე რაღაც არასწორად ყოფილა რამე და ფსიქოლოგიურად შეიძლება თვითგამართლების ის ჩაერთოს რაღაც. ეს ადამიანს ყველაზე მეტად უჭირს რომ თქვას რომ მე შემეშალა და აღიაროს ხო, რა თქმა უნდა, ეს ერთია. მეორე მომენტია კიდე კომფორტი არის რაღაც. კომფორტი არის, როცა შენ აღარ რაღაცა ჩაიხუტე უკვე და მიგაჩნია რომ აი ეს უკვე უკითხავად არის რაღაცა, ანუ კრიტიკის მიღმა და თან ის ვინც გთავაზობს ამას, შენ არ ახარ, გარედან გთავაზობენ ამას, რაღაცა აი არის და გურუ არის მაგალითად ან არ ვიცი შეიძლება ამე პოლიტიკური ლიდერი ან პოლიტიკური იდეოლოგი რაღაცა და აი ამას მიყვები იმის დაძახებულზე მიდიხარ და რაღაცა ერთგვარად საკუთარ სინდის რაც გადააბარებს ხვას. რაც აი ხდებოდა საბჭოთა კავშირში ძალიან ასე ვთქვათ რელიეფურად და გამოკვეთილად არა ამობურცულად როცა პლაკატებს კითხულობდი რომ პარტია ჩემი სინდისია და პარტია თუ არ შენი სინდისი ესე იგი შენ უკვე უარი თქვი რაღაცა რა თქვი პარტია შენი სინდისი აი ზუსტად ეს უპირისპირდება იმ დიდ განმანათლებულ რეფორმულ ტრადიციას რომ ილია რასაც ამბობს განსაზღვრა ყველაფერი იმ პატარა ღმერთით, რომელიცაც ჩვენ სინდის უწოდებთ, ჩვენში რაც არის. ეს ევროპამ ეს გამოიბრძოლა თავის თავში, მიხვდა რომ ის ინსტიტუცია, საიდანაც უნდა მოდიოდეს მხოლოდ სიკეთე, მაგალითად კათოლიკურ ეკლესიაზე აქ ლაპარაკი არა, რომელიც გიმარტავს ბიბლიას, ბიბლიიდანაც შუქი კაცობრიობისთვის სიკეთე. აი უცებ ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა გაძლევდეს სწორწარმოდგენას ღმერთს რა უნდა შენგან ბიბლიით რას გეუბნება ის არასწორად განმარტავს შეიძლება ბიბლიას არასწორად განმარტავდეს და კარგ ადამიანად კი არ გაქცევდეს არავინ პირიქით გტოვებდეს იმ შემძოლ ცოდვაში და გეუბნებოდეს აი მაგალითად ინდულგენციით შეგიძლია გამოისყიდო თავი აი ლუთერი რაც დაუპირისპირდა ლუთერი კი არ დაუპირისპირდა თვითონ რელიგიას და ქრისტიანობას ან კათოლიციზმს პირიქით მან ჩათვალა რომ ის ინტერპრეტაცია რომელსაც გთავაზობს ახლა ეკლესია რომ გადაიხადე ფული და ყველაფერს ჩააგდე და მე შენახნობლებსაც გათავისუფლებ სახინებელიდან და მე გააგზელებ ისე თვე ცხოვრება როგორცაც ცხოვრობდი ეს დაგაზიანებს ამიტომ თავისი მრევლის წევრები როგორც კათოლიკმა მღვდელმა არ გაუშვა არ წახვიდეთ იმ პრელატთან და არ დაუჯეროთ ეს ამ დოქტრინას რომ ასეთი დამახინჯებული სახით და ამიტომ თავისი სინდისი ამიტომ დააყენა ყველაზე დიდი ინერციის წინააღმდეგ ინერცია რა შეიძლება კაი ინერცია იყოს კეთილი შეიძლება არც ასეთი მაგრამ ნებისმიერ ეს ინერცია ნებისმიერი ტრადიცია შენ ვალდებული ხარ უკვე ლუთერი ერთ-ერთი არ იყო რაც ქონდა მთელი მოძრაობა იყო ევროპაში მანამდე რენესანსი იყო მე უიკლიფი იყო ლუთერამდე იქ იან ჰუსი დიდი მოაზროვნეები ფილოსოფიაში მე დეკარტე აი ესენი ამბობენ რომ დადექი შენს ადგილზე შენს აი ადამიანურ წერტილზე დადექი სადაც შენი სინდისია და ყველაფერი რაც შენში შემოდის განსაზღვრე აწონდაწონე და მაშინ ჩაიხუტე მარტო როცა შენ დაეთანხმები ამას გულით აი გასულ იმაში რა არის ვიღაცა გუგულის ბუდა გადაუფრინა და ტაბლეტებს რო ყლაპავ და რატო ყლაპავ თუ რა ვიცი ესე გვავალებენ და ხო აი გაიგეჯერ იქნებ კაია რო ყლაპავ იქნებ მართლა კარგია იქნებ არა კარგი იქნებ ამისთვის კარგია შენც არ არის კარგი ამიტომ ეს ხედვა გაფაციცება რომ დაუკვირდი რას აკეთებ დაუკვირდი რას მიყევი რა შუქი რა აი კაი სიტყვა ინგლისური დრაივი ხო რა არის შენი დრაივი რა გაკაჩვაში მონაწილეობ ყოველთვის უნდა იყო ამაში გაფაციცებული და შენ თუ ხედავ რომ სწორია და კეთილია და კარგია მაშინ სხვანაირად ახარ ჩართული შემოქმედებით ახარ ჩართული აი როგორც ამაში სახარებაში არა მე თქვენ არ გიწოდებთო უკვე მონებსო მეგობრებს გიწოდებთო იმიტომ რომ ყველაფერი გითხარითო თქვენ უნდა გესმოდეთ ყველაფერი რასაც გეუბნებით არ უნდა აყვე რაღაცა თუნდაც ქრისტიანოს თვითონ მე ნუ ამყვები ასე განუშილად ბრმად გაიგე და თქვენ საკუთარ თავს დაუკვირდით ეს აი ესა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ სინათლე რომელიც თქვენშია ხომ არ არის სიბნელეო ეკითხება აი დაუსვიდე კითხვა საკუთარ თავს ყოველთვის სინათლე რა სინათლეზე ლაპარაკობს როგორში რა სინათლე შეიძლება იყოს სიბნელე აი ეს უკრიტიკოთ მიღებული რაღაც აზრი რომელსაც აყევი და რაღაც ის გახდა შენი ემოციის ნაწილი ემოციაში ჩაგაგდო უკვე რაღაცა და უკვე ვინც სხვა მაზრზე არ დგება შენი მტერი ხდება და ემოციურადაც მისნავდი ხარ დაგეშინი და დააგვირდი ეს ყველაფერი სიბნელე ხო არ არის აწონდაწონე ის ვისაც სხვადასხვა კუთხით განსაჯე ესა თუ ის შენი შეხედულება და აი ეს მდგომარეობა შეიძლება გახდეს ცხოვრების წესი, აი modus vivendi ასე ვთქვათ, რომ ის კი არ ნიშნავს არაფერს არ მიემხრო. ეგეც არის სულის
დამბლა, როცა იტყვი რომ არაფერს არ ემხრობი, არაფერს არ უძღვნი თავს, ესა სულის დამბლა, იმიტომ რომ ჯანსაღი ადამიანი არის, ვინც იპოვის ჭეშმარიტებას და იმას მიუძღვნის თავს შემოქმედებითა და თავის თანამშრომლობით, თანამოქმედებით. ესაა ქრისტიანობის არსი. სინერგია ჭეშმარიტებასთან. ისიც არაა სწორი, რომ არც ეძება ჭეშმარიტება არ არის და მაინც ვერ იპოვი და ამიტომ ასე მოფამფალებული ვიცხოვრო ინდიფერენტულად რაღაცნაირად. ეს არის ყველაზე ცუდი მდგომარეობა. ჯობი ალბათ ფანატიკოსი იყო, ვიდრე ინდიფერენტული. საზარელია დადგომა უგრძნობელობის გზაზე და ხო ვაჟამრო თქვა. მაგრამ ეს მეორე უკიდურესობაა. მეორე სხვა აი ფანატიზმიც ცუდი არის, ფანატიზმი ძალიან სახიფათო არის და ამის წამალი არის ზუსტად ესეთი ღრმად გაზრება სიტუაციის აწონ-დაწონვა. გულწრფელობა კარგია, მაგრამ გულწრფელობას დამსახურებაც უნდა. გულწრფელობის დამსახურება, როცა განათლებით ხარ გულწრფელი და ბევრი რაღაცა განხილული და ამის შეჯერება და აწონ-დაწონის შედეგად ხარ მე გულწრფელი ამა თუ იმ აზრში. დიახ. და ჩვენ ამ შემთხვევაში ეს იყო იმიტომ რომ პასუხისმგებლობის გზნობა გქონდა მოჩლონგებული, იმიტომ სახელმწიფოებრიობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გქონდა. ვინაიდან განათლების პრობლემა იყო მაინც, თუმცა საბჭოთა დროს კი იყო განათლების სისტემა გაცილებით უკეთესი, ვიდრე ახლა არის, თუ რა დააკლდა, თუ რამ გამოიწვია ის, რომ აი იგივე ჩვენთან მე ყოველ შემთხვევაში მაქვს ასეთი ეჭვი, რომ როდესაც აი ეს უაპელაციობა, რომ ეს შინ არის ევროპა და როგორ შეიძლება ევროკავშირი რაღაცას რო გეუნება ის არ გააკეთო, ანუ ერთი ცენტრი ჩანაცვლება ხდება მეორე ცენტრით, მაგრამ ამავდროულად ეს არის შენი ბედის გადაბარება სხვისთვის, როდესაც ის მის აწყობილზე, მის დალაგებულ სისტემაში გინდა შესვლა და შენი საწყობაზე დალაგებას არ ფიქრობ და თუმცა გონია რომ ის შეგიშვებს თავის დალაგებულზე, თავის სუფრასთან დაგსვამს შენ, რომელსაც არაფერი წვლილი არ მიგიწვის იმაში. ეს რა ფაქტორებმა გამოიწვია, იმიტომ საკმაოდ მძიმე არის არა ჩვენი საზოგადოებისთვის, მაშინ პოლიტიკურადაც ჩვენ უბრალოდ ასეთი რამ არ ჭირდება, ერთგვაროვნება სამყაროს ხო არ ჭირდება, აი თქვენს ბრძანეთ კრიტიკული შეხედვა და ქრისტიანობაც ამას იძლევა, ღმერთი არ გაიძულებს შენ გინდა თუ არა გწამდეო, გაძლევს თავისუფლებას და შეცდომების გზით და ცოდვებით და შენ მიდიხარ აქეთკენ და ვისაც უნდა შემომიდგეს, ხო არა მე გარეკერ მიგერეკები ასე. ამიტომ არის იქ რომ ივანე კროპერის აქვს რომ იესოსო მოყავსო არაზუსტი სპეციალურად მოყავსო არაზუსტი შედარება არა, იმიტომ რომ მე ვარ მწყემსიო და ცხოვრები მომყობიანო. სინამდვილეში მწყემსო, რეალური მწყემსო, ცხოვრები არ მიყობიანო, ის მიერეკება უკნიდანო მწყემსო და იესოს სხვანაირი მწყემსი არის ისა, მწყემსი რომელიც გეუნება რატომ უნდა გაყვე და თუ შენ დაგიჯდა ჭკუაში და დაეთანხმე, მე უნდა გაყვე. ანუ ის არ მიგერეკება, არ გაძალებს რაღაცას. და გარშემო ძაღლები არ არიან, გარშემო ძაღლები არ არიან. ხო, შენ მიყვები როგორც შეგნებულად და თავისუფლად. ხო და ეს მომენტი ამიტომ ეს არის თავისუფალი ფორუმი უნდა იყოს ჯელობის. ეს რაც უნდა ჩვენი ტრადიცია ეს ევროპულ რესპუბლიკური და ეს თავისუფლებითი რაც შემოვიდა ჩვენთან განსაკუთრებით მანამდეც იყო რა თქმა უნდა ხო ეს პიროვნების ემანსიპაცია გათავისუფლება ჯერთ ქრისტიანობაა ეგეთი რაც ახლა ახსენე, მაგრამ მე ხდება ეს გამის გამოხატვა მაგალითად აი შუა საუკუნეებში მაინც იყო ეს მომენტი რომ ახლა განათლება არ იყო ესე გავრცელებული, მაინც რაღაცნაირად აი კეთილშობილი მორჩილების სიტუაციაში ყოფილიყავი, რომ მე ხა არ ვიცი საეკლესიო კრებაზე რა იმჟელეს ზუსტად რა წიაღსვლები იყო თეოლოგიური, ბერძნულიანის რაღაც ნიუანსები რაღაც არ ვიცი, მაგრამ ეპისკოპოსი ჩამოვიდა და მითხრა ეს ასეა და მე ჩავიხუტე ესწავლება როგორც ნამდვილი და ძირითად ხაზებში გავიგე და მე მორჩილები ამას. ის საშუალებაც არ მაქვს რაღაცა ჩემი კითხვები დაუსვა და გავყვე ამ კითხვებს სიღრმისეულად, იმიტომ რომ ჯერთი ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება და განათლება და აი როგორც ჩვენი ხედართავარი ზაქარია მხარგრძელი ამბობდა რომ მეო ეხა სამხედრო წესში გაზრდილი კაცი ვარ და არც ვიციო როგორ განვაცხაო ეხა მონოფიზიტისში ვიყავი იყვნენ ჩემი წინაპრებიო და ეს გადმომცესო და ეხა ვერ შევიცვლი ასე უცბად, იმიტომ რომ არ ვიციო რა წინაპრების სამხედრო წესში გაზრდილი კაცი ვარ და ამ ნიუანსებში ვერ ყვევი, ამიტომ რაშიც ვარ იმაში დავრჩები. ამიტომ ეს ხედართავარი ამბობს ამას და მით უმეტეს უბრალო ხალხი როგორ იქნებოდა. მაგრამ ახალმა დრო მოიტანა ის რომ უკვე უბრალო ხალხი ლუთერმა ჩაახუტა ეს ბიბლია გერმანელებს ყველა თითოეულმა გლეხმა თუ ბურგერმა უნდა წაიკითხოს წმინდა წერილი თვითონ გამოიტანოს დასკვნები და ახალი დრო უკვე ეგეთია, აღარა გვაქვს ფუფუნება რომ ვიღაც გადავაბაროთ სხვას ეს. ამიტომ ეს უნდა იყოს აი ღია ფორუმით მსჯელობა და არა ფანატიკური დამოკიდებულება. ილია მაგას აკეთებს ზუსტად რომ არც ერთ ამ
ილია კანცაც კითხულობს, ეგელსაც კითხულობს, რა არ აკერპებს მათ. მარქსიც საინტერესო მოაზროვნეა და ილიასის, მაგრამ ილია ამბობს, რომ აი რასაც უშვებენ შეცდომას ქართული მარქსისტები, იგივე ეს ნოე ჟორდანია თუნდაც ფაქტობრივად აცხადებენ მარქსისგან რაღაც ღვთიურ დოქტრინას, დოგმას, რელიგიურ დოგმას და არ არის ღმერთი თუნიარ მარქსისა და ესა და ამას პირდაპირ წერს ილია, რომ აი ფაქტობრივად მრწამსი ჩამოყალიბავა ნოე ჟორდანია მარქსიზმისო, რომ თქოს ვეღარც დაუსვა მე შეკითხება დოგმა. არა მარქსის საინტერესო იდეა შეიძლება გამოიყენო რაღაცა შეიძლება აწონდაწონო შეაფასო რაღაცა მიიღო რაღაცა უარყო, მაგრამ ასე დოგმატურად მიიღო და მარქსიზმზე უნდა ამობწყინდეს და ვინც ამის წინააღმდეგია, ყველა გარეწარია და ცუდია როგორც ილიას ასეც სახავდნენ შავი პიარი აუგორეს დღევანდელი სიტყვებით რო თქვა და 1000 პასკულს წერდნენ ილიაზე რომ აწამებს თავის გლეხებს და რაღაცა და საკმაოდ დიდხანს იყო ეს გავცემ წყალს არ აძლევს და ვინ აკეთებენ ამას და რატო აკეთებენ ამას? იგივე ფილიპე მახარაძე და ეს ხალხი რომ მათი აზრით კი წყვილს ვამბობთ ილიაზე, ცილს ვამბობთ, შავ პიარს უგორებთ, მაგრამ ეს დიდ საქმეს სჭირდება. ეს სჭირდება ამას რომ კომუნიზმის მზე ამობწყინდეს და კლასები რაც მოისპონეს ჩაგვრელი კლასები და ამიტომ ეს ტყვილი მოსულა. და ილია უნდა კაცო კერძო საკუთრებას ასე რახან კერძო საკუთრებას ვაღიარებ, ამიტომ რატომ თვლი აპრიორი ბოროტად და კაცობრიობის სტრად. მთელი კაცობრიობა ხო კერძო საკუთრებაზე აგებული. და ის ფილიპე მახარაძე უკვე რახან კერძო საკუთრებას აღიარებ, უკვე ამიტომ ხარ ბოროტი, ამიტომ გადაგხაზა უკვე რა cancel culture ქვია ამას, რა თქვენ რაც ქვია თანამედროვე დროშიც ხდება ეგრე რა cancel culture, აი პრეზენტიზმი ქვია, ეგრე რომ დღევანდელი ფასეულობები რაც მოვიდა ხო დამხელა თაობების ბრძოლა დაჭირდა ამას, რომ მოსულიყო ეს დღევანდელი ფასეულობები და ადამიანის უფლებები ამ გაგები და უცებ შენ რახან წაიკითხავ რომ თურმე ნეტარ ავგუსტინეს ყოლია მონები დაუშვათ არისტოკრატი იყო რაღაცა ესე იგი ნეტარ ავგუსტინე აღარ უნდა წაიკითხო და დაწვა მისი წიგნები ფაქტიურად ან რახან ჯორჯ ვაშინგტონს ყავდა მონები და ჯორჯ ვაშინგტონი რა ყოფილიყო მონათლობობა შეიძლება კიდე დიდხანს არ გაუქმებულიყო ხო და ჯორჯ ვაშინგტონი შეასხა წითელი საღებავები და რაღაცა იმიტომ რომ შენ თურმე ესეთი ხარ ეგეთი პიტალო რო ხარ და ვერ ხედავ ისტორიას ვერ გზნობ და ასე შეგიძლია იმ დროს რომ გეცხოვრა შენ თვითონ იქნებოდი ალბათ მონების ტარვალი და ჩარჩარლები იმიტომ რომ ფანატიზმამდე უკვე ეთინები პიტალო ხარ პიტალო თუ ხარ უკვე აღარ არის ეს ადეკვატური სწორი მდგომარეობა ადამიანის რა თქმა უნდა ჩვენ რეკლამის გამომცი აღთინა შევწოდოთ გადაცემა დაგველოდეთ მალე დავბრუნდებით გძობთ ჩვენს გადაცემას ჩვენ სტუმართან ერთად ლევან გიგინეიშვილთან ბატონ ლევან აი თქვენ ბრძანეთ ეს სიტყვა და რა ვქნა შეიძლება უხერხული იყოს მაგრამ უნდა ვთქვა რომ აი ამდენი ეს პიტალო ადამიანი რომელსაც არ უნდა მიიღოს ხვისი აზრი განსხვავებული ხალხს ეს ორივე მხარეს ეხება ის რომ მეორე აზრი არ უნდა მიიღოს კი არა მოусმინოს მაინც დაუშვას რომ იმასაც აქვს არსებობის უფლება და ესეთი არის რეალობა მაგრამ რომ გადავხედოთ ისტორიას უფრო ზუსტად აი ქართულ კულტურას ქართულ მრავალხმიანობას საგალობლებს ტრადიციებს ცეკვას ამ ცეკვაში უდიდესი ინტელექტია თითქოს ცეკვა და სიმღერა ინტელექტი მაგრამ პირდაპირ კავშირი აქვს ამას უდიდესი ინტელექტია ანუ ეს იყო და ადრე არ იყო უკეთესი დროება ხო ჩვენ ისტორიულად რაც წყაროებიდან ვიცით მაგალითად როსტომ ხანიძეს ამბები ხდებოდა ალბათ იმაზე უარესი ვიდრე ახლა ხდება და მე წარმომიდგენია კიდევ თემურ ლენგის აი სამი საუკუნის განმავლობაში ჯერ თემურ ლენგის რვა ლაშქრობისა და შემდეგ იმ სამი როდესაც ძლივს გაიმართა წელში ასე ვთქვათ ქართული ცნობიერება ქართული სახელმწიფო ან გაიმართა კი ვერც გაიმართა ქართული სახელმწიფოებრიობა მას შემდეგ წელში აი ეს მაინც დაგროვდა ეს რაღაცა ღვთის წყალობა იყო ჩვენზე ხა მე გენის განსაკუთრებულობას დიდად ხორცის განსაკუთრებულობას ანუ არ ვაღიარებ თუ აი რით დავიმსახურეთ ის რომ მაინც არსებობდა რაღაცა ხაზი რაც გვიჭერდა და მე მგონი დღესაც გვიჭერს ამ საუკუნეშიც მე მგონი ეს ხაზი არის ქრისტიანობა და ბიბლია იმიტომ რომ ქრისტიანობა და ბიბლიაში დევს ეს ძალიან დიდი იდეებია ზუსტად მარტო იდეები კი არა ცხოვრება ფაქტიურად ხო რომ შენ ძვალსარბილში გამჯდარი რომ არის გულისწყრომამან კაცისავან სამართალი ღვთისა არაქნას ხო არის ეგეთი გამოთქმა გრიგოლ ხანძლოშიც რო კითხულობ რომ ხანდახან სამართლიანი რისხვაცა გაქვს მაგრამ უფრო დიდ ხედვაში შეიძლება ის სამართლიანი შენი რისხვა ცუდი აღმოჩნდეს აი მაგალითად გრიგოლ ხანძელი ეუბნება თავის მოწაფეს ეფრემს რომ ნუ შეეწინააღმდეგებიო არსენის გაკათოლიკოსობასო იმიტომ რომ კიო მამამისი ძალიან ცუდად მოიქცაო შეცოდაო რომ ესეთი პარტიზანული კრება მოიწვიაო და ასე ვთქვათ თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო გააკათოლიკოსაო მაგრამ ეხლა ეს ჯავახეთის კრება ნუ სწორია აღშფოთებული სწორედ არის ამ გაგებითო მაგრამ
ყველაზე კარგი კანდიდატი ხო იცი შენ რომ არსენი იყო ისე დაცოდა ამიტომ ეხლა ნუ შეწინააღმდეგებიო იმიტომ და იქ წერია ზუსტად და გულისწყრომამ კაცსავან სამართალი ღვთისა არ აქნასო ნუ უფრო დიდ სურათში დაინახეო შენი გულისწყრომა და ნახეო ხა უარესი შეიძლება მოხდეს თუ ეხა ასეთ შეწინააღმდეგები და ეფრემი დაემორჩილება ანუ ეს იდეა რომ არის ღვთიური არის ჩემი და მე არა ვარ წყარო ამ ღვთიურის მე შემიძლია ვიმონაწილეო შევიტკბო ეს მივიღო მაგრამ თვითონ მე რო თქვა რომ მე ჩემი თავი გამოვაცხადო რაღაც ყველაფრად ეს არასწორი არის ამიტომ არა დელიკატურია თუნდაც და არა ადეკვატურია ადამიანის ადეკვატური მდგომარეობა არის აი კეთილი თავმდაბლობა აი სოკრატული თავმდაბლობა ვიცი რომ არ ვიცი ხო მე უკვე იმითი რომ ვიცი რომ არ ვიცი ვაღიარებ ამას რომ უამრავი რაღაც შესაძლებლობები მაქვს ხები მოსმენის როგორ თქვა ვალდებულება მაქვს ეს მარტო სოკრატემ კი არ თქვა ჰერაკლიტემ თქვა რომ ბრძნული ცხოვრების წესი არის ის რომ გინდოდეს იყო ზევსიო ანუ ღმერთიო და არ გინდოდეს იყო ზევსი ერთდროულად თან გინდოდეს რომ მისწრაფებული იყო ჭეშმარიტებისკენ მაგრამ თან ყოველთვის იცოდე რომ არ უნდა გაიგიო თავი ჭეშმარიტებასთან სულ გქონდეს ეს ხახუნის განცდა რომ შეიძლება აუცდე შეიძლება არა ამიტომ ჭირდება სხვა ადამიანების სხვისი აზრის მოსმენაც ჩემი შეხედულების რაც აი გამოტანა ფორუმზე და მოდი აბა ჯონ სტუარტ მილი როგორც ამბობს არაჩვეულებრივ თავის ესეში თავისუფლების შესახებ essay on liberty ამბობს ამას რომ კაცო შენ თუ მართალი ხარო მით უმეტეს არ უნდა გეშინოდესო შენი აზრის გამოტანა ფორუმზეო თუ მართალია უფრო მეტად გაფწყინდებაო შენი მართალი აზრი სხვავის ცარაზებს შორისო მაგრამ თუ თლად მართალი არ არის და რაღაც ხაროძებს შეიცავდო ეს ხო შენთვის კარგი იქნებაო რომ შენივე აზრი რაღაცა ამიტომ ესეთი მომენტი ესეთი კეთილშობილება უნდა ახლდეს ყველა ადამიანს ეს არ ეხება ქართულს თუ სომეხს თუ რუსს ყველას უნდა კონდეს ეს რაღაც დელიკატური დამოკიდებულება და მით უმეტეს კონფლიქტების გადაწყვეტაში არის აუცილებელი პოლარიზაციაში არის აუცილებელი შენ თუ უარს ამბობ დაჯდომაზე და განხილვაზე და ლოზუნგების დონეზე რჩები მაშინ ამის ეს სივრცე შეუძლებელი ხდება უკვე და ეს სივრცე უნდა დაიბადოს ეს სივრცე უნდა დაიბადოს კი არა ეს სივრცეები უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კრიტიკული მასა უნდა იყოს დიდი ასეთი სივრცეების და ნაკლები იდეოლოგიზაცია ამიტომ ყველაფერს ეხება ეს ანუ აი ეს თავისუფალი მსჯელობა აწონ-დაწონვა სხვა პოზიციის განხილვა მოგერიება არგუმენტირებული აი ეს უნდა იყოს ის ვინც ამბობს რომ არ მინდა განხილვაც არ მინდა იმიტომ რომ ეს უკვე აჩვენებს რომ სუსტი პოზიცია მაქვს და ნიშნავს რომ მე იმდენად ვეღარ მიყვები ამ მსჯელობას და იმდენად ჩავაფრენდი ამ მაშინ გამოდის რომ ჭეშმარიტება კი არ მაინტერესებს რაღაც სხვა რაღაც მაინტერესებს რომ მე აღმოჩნდე მართალი რასაც მე ვაკეთებ რაღაც პოლიტიკური ნება შევასრულო რომელსაც ვერ შევასრულებ თუ დაუსვი შეკითხვებით ჩემს ამ ნებას და მის სიმართლეს და სიმსთარეს ამიტომ ეს ტოტალიტარული ვითარებები ძალიან სახიფათო არის რევოლუციური ვითარებებით სახიფათო არის აგიყოლიოს ამ ტალღამ რაღაცა და არ დაუსვა იმას შეცდომა იმიტომ რომ აი თუ მე ეს ამ ტალღას თუ ჩავდე ჩემი რაღაც ემოცია და რაღაცა მე როგორ თქვა ჩემ იდენტობაზე ხო არ უარს რაღაც ამ დონეზე წავიდეს მაგრამ საჭიროა ეს აუცილებელი არის თორედ ასეთი როგორ თქვა აყოლა და სადაც ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ და ჩემ სინდისთან თლად მოგვარებული არ მაქვს აი იქ სწორ საქმეში ვარ თუ არ ვარ სწორ საქმეში და მაინც ვარ აყოლილი ეს არის უკვე დაღუპვა არის ამიტომ რო გადარჩეს ადამიანი ამისთვის აუცილებელი არის როგორ თქვა მარტოობის კულტურა გარკვეული აი დღეში ერთი 10 წუთიც მაინც მარტო დარჩენა საკუთარ თავთან ატყორცნა საკუთარი თავის ყველა ვითარებიდან და აი ცდელობა იმისი რომ მოდი ქრისტეს შუქზე შევხედო სამყაროს თუ ქრისტიანი ხარ ხო ვალდებულიც ხარ ეს გააკეთო აი ქრისტეს შუქზე შევხედო სამყაროს აი მარადილ შუქზე შევხედო სამყაროს განვიხილო ჩემი ყველა ქმედება ხო აი ეს საკუთარი თავი შევაფასო აღიარო ის რომ მე თვითონ არა ვარ სიმართლის წყარო და სიმართლის წყარო არის ღვთიური არის და მე მაქვს ის დიდი ნათესაობა ამ ღვთიურთან რომ ჩემი სინდისით მივაგნო ამას და მაშინ თუ ამას მივაგნებ ეს ხო ამაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის არ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება იმ სიმყუდროვეზე დიდი ბედნიერება როცა გეუფლება ის იმშვიდობა რომ აი ხა მე მშვიდად უყურებ რეალობას არა ისტერიულად მე რამანდაში საქმე ძალიან ლამაზი გამოთქვა რომ აზრის ნათელი სიხარული და შეიძლება ასეც მეორენაირადაც მოვთარგმნო ნათელი აზრის სიხარული
აი ეს უნდა იყოს, როდესაც აი ეს ვინ უნდა გააკეთოს კი არა. ადამიანს თავისთავად აქვს ხო ეს მოთხოვნილება, სხვანაირად არჩევა, მიზიდულობა ღმერთისადმი, ამას აცნობიერებს, არ აცნობიერებს. პავლე როუნება არეოპაგში ათენელებს, რომ აი თქვენი პოეტიც კი ამბობსო, არატუსი ერთი პოეტია, ბერძენი პოეტია. თქვენი პოეტიც კი ამბობს, რომ ჩვენ ღვთის მოდგმისა ვართო ადამიანები, ანუ ენათესავებით. და ეს აქვს მას გაუცნობიერებლად შეიძლება და რამ უნდა გამოიწვიოს კი ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზა არის და ღმერთი ჩვენ მასობრიობაში და ჯგუფურად არ განგვიხილავს ხო ყველა მიუხედავად რომ ჩვენ ერთი ადამიანის ნასხლეტები ვართ ჩვენ თითოეული მიუყვებით ჩვენ გზას ზამოზე ჯორდან პიტერსონის დაპირისპირება ერთი შავკანიან ამერიკელთა ჯგუფის ის იყო და აი ჩვენი რა ჩვენ და ესე უნდა კაცო მე არ გიყურებში როგორც აი ჯგუფის წევრ შავკანიანს მე გიყურებ რომ შენ ხარ ჯონი შენ ხარ პიტერი აი პიროვნულად შენ ანადგურე პიროვნულად ფაქტია შენ რა გინდა მე გამიკეთო რომ პიროვნებაზე მაღლა დამიყენო რაღაც მიკუთვნებულობა ჯგუფთან და ქრისტიანობა ხო ესე არა ქრისტიანობა მოდის თითო ადამიანი პიროვნულად და თან ქრისტიანობა როგორც მე ვიცის ერთადერთი რელიგია კი არ მიყვარს რელიგია სიტყვის რომელიც პიროვნულობა არ იკარგება შენი პიროვნულობა ყველა დანარჩენ რელიგიურ სწავლებაში პიროვნულობა აღარა შენ შეუერთდები შემოქმედი აღარ მეტნაკლებად ეხლა მე კარგად არ ვიცნობ აღმოსავლურ რელიგიებს ასე მაგრამ ნუ დაახლოებით შეწყმა გამიგეს ბუდისტური იდეა რომ შენ ტალღა ხარ ოკეანეში და ტალღა დაწოეთი კი ბატონო და იმეორებ ყოველთვის εμას რაც იმას აქვს მაგრამ ნუ შენ მე შეერთვები ამ დიდ ოკეანეზე ქრისტიანობაში ეს პიროვნული მომენტი შემოდის წინა პლანზე ჩვენ ძალიან კრიტიკულ ზღვამდე შეიძლება მივიდეთ ხოთ იმის რომ თქვა წუთის სოფელს თუ ამას შევხედავთ ჩვენი სარწმუნოების თვალსაზრისით დიდი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხო ეს ილუზია წარმოსახვარი ადამიანის ტვინის მიერ შექმნილი და ფაქტობრივად წუთისოფლის დასრულება არის მთელი აი ამ ადამიანის შექმნის აი ამ პროექტის ფინალი ეს უნდა დასრულდეს და უნდა განვიღებთოთ მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით ვართ ხო ღვთიური და ადამიანები უნდა გაწონასწორდეს ადამიანში ესეც ვთქვათ ქრისტიანული სწავლება არის და სანამ ჩვენ ვართ აი აქ ჩვენ უბრალოდ შეიძლება დავკარგოთ სახელმწიფოებრიობა აი ასეთი ქმედებებით ასეთი დამოკიდებულებით იგივე ტოტალიტარიზმია ხო რაც თქვენ ახლა ბრძანეთ და ზუსტად თუმცა დემოკრატიით შეფუთული რაც ახლა ხდება რაც იყო 100 წლის ტოტალიტარიზმი ხა ტოტალიტარიზმი შეიძლება იყოს ლოკალური აზროვნება მაგას გულ ტოტალიტარული აზროვნება არაფრის ეს რამ შეიძლება შეცვალოს აი ეს მინდა ვიკითხო თითო ადამიანი თავის უნდა მივიდეს ამ დასწრებამდე ჩემ მოწაფეებს ვეუბნები ხოლმე რომ აი თუ გინდა რომ გეზარება გაკვეთილის გაკეთება დაუშვათ რაღაც აი მათემატიკის ამ განტოლებები გასაკეთებელი დაუშვათ და გეზარება წადი ფარმადეპოში იყიდე ერგოლიკი ტაბლეტი ეგეთი 350 ლარი ღირს ერთი ცალი საკმაოდ ძვირია დალიე და ზუსტად იმ საქმის გაკეთება მოგინდება რაც გეზარება რა თქმა უნდა ტყუი ვარ ახლა. ხო, ახლა უძებ ხო. რა თქმა უნდა ტყუი ვარ ახლა და ისე მიყურებენ რაღაცა ჩაიწერენ ერგოლიკი რაღაცა, მაგრამ მეუბნები ხო სისულელე გითხარით ახლა, სპეციალურად გითხარით ეს სისულელე. სიზარმაცის ერთადერთი წამალი არ იყოს ზარმაც. სამწუხაროდ ეგ არის სამწუხაროდ ჭყალებში ვამბობ. ანუ ეგ არის შეტოვებულები ვარ თავისუფლებას. ჩვენ თავისუფლების ტვირთს აუცილებლად ვატარებთ. ანუ შენ თუ არ იბრძოლე რომ ადეკვატური იყო, არ იქნები ადეკვატური და რაღაც მე წაგიყვანს რაღაც ნაკადი და ეს ნაკადის საყოლა არის დაღუპვა სულიერი. ამიტომ ეს მარტოობის კულტურა, შეფასება, დადგომა საკუთარ ადგილზე. აი ნიჩესაც ხო აქვს ეგ ძალანებისკენ ხო და ძალიან კარგი გამარტება მოწონს მამარდაშვილს ამაზე რომ ძალანებისკენ იმას კი არ გეუბნება ძალა ნება ძალისკენ უბრალოდ ნუ შენ სხვაზე იბატონო და რაღაც ამას არ გულისხმობს შეიძლება ამას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში მამარდაშვილი ძალიან აკეთილშობილებს ამას შენ უნდა კონდეს ნება რო გქონდეს შენი ნება ანუ შენ საკუთარ ხმას გძნობდე განიცდე სხვის ხმას არ იყო აყოლილი და თუნდაც შეიძლება სხვის ხმას თუ მიიღებ შენი საკუთარი დათანხმებით და სინდისის როგორ თქვა ჰარმონიზირებით და დარწმუნებით რომ ის მართალია ისე გაყვე შემოქმედებითად და არა რაღაცა წამხედურებით. ამიტომ ეს დიდი ამოცანა არის ყველა ადამიანზე. და გარანტია რომ ეს ასე მოხდება არ არის. ამიტომ თითოეულ თავისთავად უნდა იფიქროს. მე როგორ ვარ. ჯია და მე რას გავაკეთებ. და აი თქვენ მზად აი მარტოობა. აქ კიდევ ერთი პრობლემა შემოდის ეს რაღაცა მიწერი პრობლემა არის მარტო რომ დარჩე ფიქრი უნდა შეგეძლოს.
ფიქრი რომ შეგეძლოს სიტყვების მნიშვნელობა უნდა ანუ სამეთყველო არეალი უნდა გქონდეს სააზრო უნდა ანუ თითქოს აი წრიალებთ არა შენ ვარ მოგეწყინოს შენ თავთან შენი ფიქრები უნდა იყოს და შენი აზროვნება სუფთა და არ მოგეწყინება შენ თავთან და ეს მაინც განათლების პრობლემამდე მივიდივართ ჩვენ. რა თქმა უნდა, განათლება არის მთავარი საფუძველია ყველაფრის, ამიტომ სკოლებში, უნივერსიტეტებში ყველგან უნდა იყოს აი წაქეზებული, არა იდეოლოგიზირებული ფიქრი, ნიუანსების განხილვა, რაღაც ერთი შუქი დანახვა არ უნდა იყოს რაღაც არამედ სხვადასხვა პოზიციების შეფასება როგორ თქვა, უფლების მიცემა კი არ მარტო წაქეზება სტუდენტების, რომ აი შენ თვითონ რას ფიქრობ, შენ თქვი შენი სათქმელი. ნიშანზე არ იყო ორიენტირებული, იყავი ორიენტირებული თავისუფალ ფიქრზე. აი ეს ნიუანსების დანახვა და ტერმინების განხილვა. შეიძლება დემოკრატიას უწოდებ და დემოკრატიის უკან ისეთი რაღაცა იმალებოდეს, რომ არ იყოს ის დემოკრატია დაუშვათ. დემოკრატია ქვია გარედან, მაგრამ შიგნით ხდება ისეთი რაღაცა, როგორ ჩავთვალეს დემოკრატიად, აი ახლა ეს ყველა შეხება მარტო საქართველოს და ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებს კი არა. აი თითქოს ასე ვთქვათ გამობრძმენილ დემოკრატიებსაც, ხო? ახლა ვენსის სიტყვა რო იყო ბრიტანეთში შეიძლება მოხდეს რომ რაღაცა ტვიტერის წერილისთვის ადამიანი დააპატიმრონო და ეს ხო და დემოკრატია ქვია ასე ვთქვათ ხო დიდი ქარტიის ქვეყანაა მართლა და იქ და უცებ აი ხა დღეს ეს ხდება იმიტომ გარანტია არავის არ აქვს რომ ეგეთი რაღაც არ მოხდეს ინგსოცი ორველს რა გახსარილი ხო ინგსოცი შეიძლება რეალურად მოხდეს ინგსოცი კი არა მარტო სადაც აი ამ ამოცანას, თავისუფლების ამოცანას ძინავს, იქ დრაკონები იღვიძებენ აუცილებლად. ამიტომ არ არის დემოკრატია გარანტია არ არის. დემოკრატია სახიფათო სისტემაა, ну საუკეთესოა შესაძლებლობის შორის, როგორც ჩერჩილი ამბობს, სახიფათოა. ნახე, აბა, იგივე ჯონ სტუარტ მილი, იგივე ალექსი და თოქვილი, რამხელა ხიფათებს ხედავენ დემოკრატიაში. როგორ შეიძლება დემოკრატიის სახელი და ტირანიები დამყარდეს. ამიტომ გაფაციცება დემოკრატიის სისტემა არ გაგდებს შენ ამ ასე ვთქვათ ნავსადგურში კი არ შეხვედი დემოკრატიულ სისტემაში თუ ხარ შენ ხარ განუწყვეტელ ბრძოლაში შენ ნავსადგურისკენ არ უნდა იყო მისწრაფებული შენ თუ ფიქრობ რომ ევროკავშირი იქნება ნათელი ნავსადგური სადაც დავისვენებ მაშინ არა ხარ ღირსი არაფრის ევროკავშირში თუ მიდიხარ და იქ უნდა იფიქრო ხო რატო არის თუ კარგია რატო არის კარგი დაუშვათ ეკონომიკურად რა სარგებელი აქვს ამას რა საფრთხეები ახლავს გეოპოლიტიკურად როგორ ავარ აქ და ყველაფერი უნდა განსაზღვროს და ამიტომ შენი გადაწყვეტილება და პოლიტიკური გაწყვეტილება მithumetes უნდა იყოს ასეთი გააზრებული. ეს გააზრებულობა რაღაცნაირად საზოგადო ფორუმშიც უნდა მოხდეს უფრო მეტად ვიდრე ასე აკეთებენ ხოლმე 5 წუთიანი უფრო ნაკლები 3 წუთიანი როლიკებით აჩვენებენ აი ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა და გაბწყინდა რაღაცა მე ხომ არ გაბწყინებულა სხვადასხვა ახალგაზრდები მე ხო არ ვიცი ხო და ამას უყურებ როგორც იდეოლოგიას მე ხო ნიუანსები მაინტერესებს და ნიუანსებს ვერ ხედავ ეს უკვე შემოდი შემში როგორც იდეოლოგია იგივე როგორც კომუნისტს ვაშენებ დაუშვათ ხო რა კომუნისტს ვაშენებ რა არის კომუნიზმი ზუსტად ვერ ხედავს აი რა არის კომუნიზმი რა მოხდება კი ბატონო ანუ რაში გამოიხატება რომ რაღაც პროგრესი ხდება და რაღაცა შეიძლება რაში გამოიხატება ანუ გეუბნებიან ეს ასეა ხო და ამიტომ ეს არ უნდა იყოს არაფრის სახელით არ უნდა იყოს ვახსენ ეხა ქრისტეზე მაღლა არავინ არ დგას და არც ევროკავშირი და არც არაფერი და თვითონ ქრისტე გეუბნება რომ მე ნუ გამომყვებიო გაუაზრებლათო და მithumetes ამას შეიძლება გააზრება აი თქვენ ეხა ბძანეთ რომ მნიშვნელოვანი არის რომ თავისი აზრი გამოთქვას მაგრამ ჩვენთან აი ამ აზრის გამოთქმამ მიიღო ძალიან მე ვიტყოდი ავადმყოფური პათოლოგიური ფორმა ნებისმიერი სისულელის თქმა ითვლება გამოხატვის თავისუფლებას და აღარ არის სირცხვილი თქვა სრული სიბრიყვე. ხო რა ვიცი ინტერნეტა მოიტანა ეს ინტერნეტი ძალიან კაი არის ეს სივრცე და ყველაფერი რო ითქვა მაგრამ მეორე მხრივ ამას უკვე ახალი საფრთხე გაუჩნდა რომ იმდენი ნაგავი იყრება ამ ინტერნეტში რომ უკვე რაღაცა ინფორმაციული დიეტა უნდა დაიცვა და უნდა იპოვო ის საიტები რომელსაც ენდობი და ამის საკმაოდ რთული ამოცანა ხდება ეხლა ასეთი რაღაცა ინფორმაციული დიეტის დაცვა და ალბათ
გზამკვლევიც გჭირდება, რომ რაღაცა ექსპერტს მაინც კითხო, რომ აი რომელი დაუშვათ ეს წყარო სანდო სად შევიდე და ადრე მაგალითად სადაც არ იყო ეს ინტერნეტის სიტუაცია, უნდა დაგებეჭდა რაღაცა და იქ 1000 ცენზურას გადიოდა. შეიძლება ცუდიც იყო ეს ცენზურა, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ცენზურა იმას მაინც აკეთებდა, რომ რაღაცა სისულელეს ამოაგდებდა, ხო? იქ როგორ არის სანდრო კარიძე არის რა დათუდახშიაში, რომ შენო ეხლა თავისუფლებაზე ტირი ხარო აქაო საღამოოსა დღისითო თავისუფლებას აღრჩობოდა. ის სანდრო კარიძე ეხლა იღებს ამას, მაგრამ ამავე დროს იქვე ამბობს, რომ მე დარეს ხარისხის იმასაც ვაგდებო რა, იქიდან არ არის ღირსი გამოქვეყნების, ხო, ეს რა თქმა უნდა ესეც აქვს, რომ ცენზურა რაღაცა ბეჭდურ ვითარებაში წიგნად არ გამოიცემა ის, რაც არ გაივლის რაღაცა შეფასებას და ეხლა ნებისმიერ რამე დადა ინტერნეტში და არის ის და თან შეცდომა იმდენია შეცდომა ის და აბსოლუტურად აი ქართული გრამატიკის თვალსაზრისით ვიკიპედია ავიღოთ მე თვითონ გამისწორებია ვიკიპედია ესეთი ღია რესურსია და მე თვითონ გამისწორებია რაღაცები ვიკიპედიაში მიუღიათ არ ვიცი მაგრამ შემოში აი ერთ ადგილას მიიღეს მაგალითად და რაღაცა დევს ის ჩემი შესწორებული რაღაცა ხო ეგეთი აი უამრავი ნაგავი იწერება და თან მე იდეოლოგიაც არის ბევრი იდეოლოგიზირებულიც არის ბევრი ამ ინტერნეტ სივრცეში იგივე რო აიღო მაგალითად იგივე რო აიღო Facebook-ის ფაქტ-ჩეკები. ფაქტ-ჩეკი არის იდეოლოგიზირებული იყო, სრულიად იდეოლოგიზირებული იყო. აქ თუნდაც საქართველოს ფაქტ-ჩეკები იყო იდეოლოგიზირებული და დაფინანსებული. ანუ ფაქტ-ჩეკი შეიძლება შენი ფაქტ-ჩეკი, კიდე რამდენად რეალური ფაქტ-ჩეკი არის. ამიტომ როგორ არის? quis custodiet ipsos custodes, ანუ ვინ გააკონტროლებს, თვითონ აკონტროლებლებს. დღეს უკვე ეს 60-ს დაგიდგა, რომ ვითომ აკონტროლებლები და როგორ თქვა, გამცრელები, რომელიც გასცრიან ხოლმე დაუშვათ არასწორი ინფორმაცია, სწორი ინფორმაციიდან ის ვინც გაცრის, ისიც შესამოწმებელი ხავს, რა გაგებით გაცრა და სად თვითონ თავისი დღის წესრიგი შეიტანა იმ გაცრაში. დიახ, რა თქმა უნდა. და ისიც სხვათა შორის აი სახელმძღვანელოები არის ჩემი ძალიან დიდი პრობლემა განსაკუთრებით სკოლის სახელმძღვანელოები რომლებიც არ არის ჩემი აზრით მიმართული ბავშვის დამოწვა ეს Facebook-ზე ვთქვა თვითონ ცუკერბერგმა აღნიშნა რომ FBI მოდიოდაო ჩემთან და მაძალებდაო რომ რაღაც ინფორმაცია არ გაუშვა ესეც ხო დემოკრატიის ვითარებაში ხდება თითქოს არა დიახ რა თქმა უნდა სახელმძღვანელოები რომელიც არ არის მიმართული განვითარებაზე ხო თავისი სპეციფიკა აქვს ამ ბავშვთა ფსიქოლოგია არსებობს, პედაგოგიკა არსებობს, გამოცდილებაში როგორ უნდა ასწავლო და რა უნდა ასწავლო. ეს შემთხვევით მოხდა თქვენი აზრით, აი თქვენთან განათლების სფეროში ხართ ხო მაინც თუ მიზანმიმართული იყო, ისედაც გარემო ისეთია, ეხლა თანამედროვე ტექნოლოგიების გამო ინტერნეტი ვახსენეთ ჩვენ წყაროები, რომ ისედაც აბნევს და აჩლუნგებს ადამიანს. დამას დაემატა კიდე განათლების სისტემაში აი ეს სახელმძღვანელოების პრობლემა, სახელმძღვანელო რომელიც ჩემი ეს არ არის მიმართული მათი უმეტესობა განვითარებაზე. ეს შემთხვევითი იყო თუ მაინც რაღაც მიზანმიმართული თქვენი აზრით როგორც პედაგოგის. იცით რა მე ვერ გეტყვით ამას წინასწარ ჩანაფიქრი იყო თუ არ იყო ჩანაფიქრი, ნუ არ ვიცი. რაღაც გარკვეული აზრითაც პლურალიზმის სახელმძღვანელოების ცუდი არ არის, ეს არის რაღაც კონკურენცია იქნება რაღაცა და სხვა გემოვნებები ეჭიდებიან ერთმანეთს, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს, მაგრამ შეიძლება რა თქმა უნდა იყოს გარკვეული იდეოლოგიური ამოცანები და რაღაცის წაქეზება და რაღაცის ისეთი გაიზარდოს თქვა ისეთი მოქალაქე რომელსაც არ გაუჩნდება ის კითხვები რაზე ჩვენ ვისაუბრეთ ხო მაძიებელი არ იქნება და აი იდეოლოგიურ შტამპს და ლოზუნგს მიიღებს უაპელაციოდ თითქოს ეს არის ამ ტიპის სახელმძღვანელოების მიზანი ძალიან ცუდი თვალსა მე უფრო კარგად უნდა ვიცნობდი ამ ამბავს და რომ თქვა რომ ეს ასე ამ ვერ ვლაპარაკებ მაგრამ მეორე მომენტია რომ ჩვენი ლიტერატურა ქართული ლიტერატურა კომუნისტურ დროსაც კი აჩვენებს დიდ თავისუფლებას აი იქ ახლა მწერალთა კავშირის წევრები იყვნენ შეიძლება ოთარ ჭილაძე და ნავ ჭაბუამირეჯიბი და ნოდარ დუმბაძე მაგრამ ან გალაქტიონ ტაბიძე მაგრამ ახერხებენ რაღაცნაირად რომ არა იდეოლოგიზირებული და არა საბჭოთა და ნამდვილი სიტყვა თქვა და ამან გადაარჩინა ზუსტად ეს ჩვენი თავისუფლებისკენ სწრაფვა რომ ამ ყველაზე
ყველაზე მთავარ ჩვენს მთავარ საფუძველში, ჰუმანიტარულ საფუძველში, რაც ამ წერლობა ქართული, იქ იყო ძალიან დიდი მუხტი თავისუფლების და ეზოპესენით თუ რაღაც ხანდახან ისტორიული რომანის მოყვანით გადაგეთარგმნა ის ისტორიულ ვითარებაზე წერია, მაგრამ მიიღო თანამედროვეობაზე, მაგალითად ოთარ ჭილაძე რო იტყვის, რომ იქ რო დავუშვათ ნიკო ხოლმე პონპონელ მაშინ ეუბნება გლეხებს რომ თქვენ არიცით რომ ვითომ მუშაობთ მაგრამ თქვენი მიწა ეს აღარ არის და რაღაცა ის цаრისტულ რუსეთზე ლაპარაკობს მაგრამ რა თქმა უნდა მკითხველი ამას კითხულობს როგორც თანამედროვე თავის საბჭოთა ეპოქას და ამ კრიტიკას ხედავს იქ და ასე რომ აი დიდმა ქართული დიდი მწერლობა გრძელდება ტოტალიტარულ ვითარებაშიც და ეს ავტორები ქმნიან ზუსტად ამ თავისუფლების კუნძულებს რის გამოც მე ეს როცა მოვიდა ეს საშუალება რომ ეს პოლიტიკურადაც გამოგვეხატა 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი დასაწყისში გამოიხატა კიდეც. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ამ შემთხვევაში ეს მაშველი რგოლი ეს არის ჩვენი ლიტერატურა. ლიტერატურა დამყარებულია ჰუმანიზმზე, რომელიც აჩვენებს რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და ჰუმანიზმი ერთად უნდა იყოს. ეს თავისუფლება ჰუმანიზმის გარეშე არ შეიძლება იგივე ოთარჭილაძე გამახსენდა ხა აი ნიკოს მოიტანა ხო მან უნდა აფეთქოს ეს რუსი ვიღაც ჩინოვნიკი ხო და ვერ აფეთქებს იმიტომ რომ არ შეუძლია მოკლას ადამიანი და ეს რაც კარგი გაგება არის რა თქმა უნდა თავისუფლებისკენ სწრაფვა აქვს და ამის გამო მიდის კატორღაზე ბოლოში და იქ კვდება მაგრამ ვერ აფეთქებს რაღაცა ხედავს თავისუფლება და ჰუმანიზმი რაც სიკეთე ერთად უნდა იყოს და რაღაცა ეს განცდა დიდ ქართულ ლიტერატურაში სულ არის ამან გადაარჩინა საქართველოს ფიქრო და მომავალშიც გადაარჩენს კი მეც ესე მგონია ბატონო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწურათ ჩვენ დაგემშვიდობა თქვენ მაგრამ იმედი მაქვს კიდევ აგვექნება საშუალება რომ შევხვდეთ ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შემთხვევით გადაცემა დაგველოდეთ და დაგიბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად